ინგა მამუჩიშვილი პედიატრი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია სატელეფონო ხაზზე. ქალბატონო ინგა, მოგესალმებით. მოგესალმებით და გილოცავთ დამდე ახალ წელს მრავალს და ეს არის ყველა. გილოცავთ ქალბატონო ინგა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა საუკეთესო სურვილებით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ და თქვენი მთავარი გზავნილი ყოველთვის არის აი ძალიან პოზიტიური, რაზეც არ უნდა იყოს საუბარი, მე სამედიცინო ჭრილზე ვაკეთებ აქცენტს, თქვენ ყოველთვის აიმედებთ მშობლებს და ყოველთვის აი ასე ვთქვათ დადებითი კარგი რაკურსით დაანახებთ ხოლმე თუნდაც რაღაცა პრობლემას. და ქალბატონო ინგა, ეხა ვირუსები მუსირებს და რა თქმა უნდა ჩვენ მშობლები ვნერვიულობთ, ვდარდობთ, რას გვეტყოდით, ანუ თქვენი რეკომენდაცია და რჩევა როგორი იქნება? კი ბატონო, რა თქმა უნდა, გრიპის პერიოდია, გრიპის ეპიდემია, ფაქტიურად დღეს საქართველოში მშობლები პანიკობენ, იმიტომ რომ ბავშვები აბად არიან, აქვთ მაღალი ტემპერატურა, მაგრამ მინდა დავარწმუნო ყველა, არ დავამშვიდო, უბრალოდ დავარწმუნო იმაში, რომ გრიპი ყოველთვის იყო, არის და იქნება. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი გრიპია ეს, რაღაცას უწოდებენ ღორის გრიპს, ჰონკონგის გრიპს თუ ასე შემდეგ. ყველა გრიპს აქვს თითქმის ერთი და იგივე კლინიკური სურათი. გრიპი ყოველთვის იყო, არის და იქნება, ის ზამთრის პერიოდში აუცილებლად გვესტუმრება, მაგრამ ნამდვილად არაფერი არ გვაქვს საპანიკო ამ ეტაპზე. თუმცა აქვს სერიოზული მიმდინარეობა ამ ვირუსებს, მაგრამ არ გქონია ჯერ არანაირი სავალალო შედეგი გრიპთან დაკავშირებით. ზამთრის პერიოდში, როდესაც გრიპის ვირუსები ესე განსაკუთრებით აქტიურდება, ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ პასუხისმგებლიანი მიდგომა. აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, ავადმყოფობის პერიოდში ბავშვის სახლში დატოვება, ექიმთან დროული კონსულტაცია და თვითმკურნალობისგან თავის შეკავება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მარტივი ნაბიჯები დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე. და მინდა ყოველთვის შევახსენო, რომ მედიცინა იცავს სხეულს, მაგრამ სოფლის სიყვარული, არაპანიკური დამოკიდებულება აძლიერებს იმუნიტეტს. ქალბატონო ინგა, ამ ახალ წელს რომ თავისი ცოდნით, ზრუნვით და სიყვარულით ერთად მუშაობით გავაძლიეროთ ბავშვების ჯანმრთელობა და შევუქმნათ მათ ბედნიერი მომავალი. ქალბატონო ინგა, ძალიან დიდი მადლობა, გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და დარწმუნებული ვარ 2026-ში კვლავ დაგვიბრუნდებით. აუცილებლად, სრულიად საქართველოს ულოცავ დამდეგსობა ახალ წელს. განსაკუთრებით ჩემს პატარებს, ვუსურებ ჯანმრთელობას, ბედნიერ წარმატებულ ცხოვრებას, ჯადოსნურ დღეებს, ფერადი ოცნებების, ყველა ნატრის და სურვილის ასრულებას, ბედნიერ მომავალს და უდიდეს წარმატებას ცხოვრების გზაზე. სითბოს, სიყვარული ალერსი არ მოვაკლოთ არასოდეს და ყოველნაბიჯზე უხვად გქონდეთ მათ ეს. მიყვარხართ და ყოველთვის ასევე ძალიან გვიყვარხართ, გილოცავთ. ინგა მამუჩიშვილი, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი იყო სატელეფონო ხაზზე და მინდა გითხრათ, რომ უკვე წლები კლინიკა მზიური მედი, რადიო იმედი პარტნიორია, ანუ ჩვენ ერთად ასე ვთქვათ, გვქვნით პროექტს, გადაცემას, რომელიც არის ძალიან საყურადსაღებო იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კლინიკა მზიური მედის ექიმები ყოველ 4 შაბათს გვერდთებიან. ძალიან საინტერესო, რა თქმა უნდა, აქტუალური თემებით, იმიტომ რომ ბავშვების ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანი. მით უმეტეს მშობლებისთვის და საუბრობენ ყველაფერზე, ნებისმიერ დაავადებაზე და მთავარი ის არის, რომ ანუ ისინი გვაძლევენ ძალიან მართებულ და სწორ რეკომენდაციებს და ამასობაში უკვე სატელეფონო ხაზია ნინო გორგოძე, პედიატრი, ნეონატოლოგი. ნინო, მოგესალმებით. მოგესალმებით, ნინო, მოგესალმებით თქვენს მსმენელს. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ საუკეთესო სურვილებით, კიდევ ძალიან დიდი მადლობა და საინტერესოა, ანუ მეტად უფრო რა მიმართულებით არის მომართვიანობა, რა აწუხებთ ყველაზე მეტად მშობლებს და რას ეტყოდით, როგორი იქნება თქვენი რჩევა?
მადლობა ნინო მოუწისთვის მეც გილოცავთ ვილოცავთ თქვენს მსმენელს ვილოცავთ სრულიად საქართველოს პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას წარმატებას ბედნიერებას თქვენი სრულების ასრულებას რაც შეეხება მომართვიანობა ძირითადად არის სეზონური ვირუსების გამო მაღალი ტემპერატურით ძირითადად ჩივილები რაც მშობლების შეშფოთებას იწვევს ამიტომ მინდა დავამშვიდო მშობლები რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ინერვიულონ ამაზე მთავარი არის რომ მიუძღენ ესე პოზიტიურად მიაწოდოს ბევრი სითხეები რადგანაც როგორც ყველა ვირუსი ასევე ეს სეზონური ვირუსები ადეკვატური სითხის მიწოდების პირობებში 60 დღეში მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში თავისით უკვე განვითარებას განიცდის ხოლო თუ ხდება ტემპერატურა ისეთი როდესაც რთულია მისი მართვა არ ექვემდებარება დამწევებს თან ახლავს ხველას უნდკის უკმარისება რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია პედიატრის კონსულტაცია ძალიან დიდი მადლობა ნინო და რადიო იმედი გილოცავთ ახალ წელს 2026-ში კვლავ გელოდებით სტუდიაში საუკეთესო სურვილებით დროებით გემშვიდობებით ნინო გორგაძე პედიატრი ნეონატოლოგი იყო სატელეფონო ხაზზე და მან უპირველესი მისი გზავნილი არის ის რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივუდგეთ პოზიტიურად ნებისმიერ რა თქმა უნდა მდგომარეობას გრიპი მან როგორც აღნიშნა იყო იქნება თუმცა აქ საგანგაშო არაფერი არ არის თავარი მაინც არის დროული ჩარევა დროული დიაგნოსტიკა ამას ყოველთვის გვეუბნებიან და ეთერებში ამაზე საუბრობენ კლინიკამზიური მედის ექიმები რა თქმა უნდა განწყობა და ამასობაში უკვე ჩვენ შემოგვიერთდა გვანცა არველაძე ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი მედიცინის აკადემიური დოქტორი ქალბატონო გვანცა მოგესალმებით მოგესალმებით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს საუკეთესო სურვილები წარმატებები ჯანმრთელობა და მადლობა იმისთვის რასაც აკეთებთ ქალბატონო გვანცა და ჩვენ ძალიან ბევრი მშობელი გვისმენს რა თქმა უნდა მათ აინტერესებთ თქვენი რეკომენდაციები ძალიან დიდი დრო არ გვაქვს თუმცა როგორც ნევროლოგი რას ეტყოდით დაუშვათ მშობლებს და როგორი იქნება თქვენი მთავარი გზავნილი მოგესალმებით, მეც გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მინდა რომ ეს დღეები იყოს სავსე იმედის სიტყვით და ახალი დასაწყისით, განსაკუთრებით ულოცავ ბავშვებს, მშობლებს, ოჯახებს და ასევე მთელი საქართველოს მოსახლეობას, როგორც ბავშვთა ექიმი მთელი გულით უსურვებ ყველაზე ძვირფას, რაც არის ჯანმრთელობა. მოგეხსენება ჯანმრთელობა არის აი ძლიერი ოჯახი, ძლიერი საზოგადოების საფუძველი და ამიტომ აუცილებელია რომ უპირველეს ყოვლისა მიუხედავად იმის არის დღესასწაული თუ არ არის ვიზრუნოს ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების და საკუთარი თავის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება თვითონ რადიო იმედს, სანამ რეკომენდაციაზე გადავალ, ასევე მინდა მთელ გუნდს მოუხადო ძალიან დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ, განსაკუთრებით საქმე ეხება ბავშვთა ჯანმრთელობას. ორი სანდო და პასუხისმგებლიანი ინფორმაციის მიწოდება ეს არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის რომ მშობელმა მართოს ბავშვი იზრუნოს და მართოს მისი ჯანმრთელობის საკითხები. რაც შეეხება რეკომენდაციას, მოგეხსენებათ ეს არის დღესასწაულის აღქმა პატარა ცხოვრებაში იწყება ძალიან ადრეული ასაკიდან და ყველაზე მკაფიოდ რჩება მის ქვეცნობიერში, ამიტომ მინდა რომ ყველა ეცადოს რომ აჩუქოს ძალიან ლამაზი დღესასწაული თავის ბავშვებს გარემოცული იყვნენ დადებითი ემოციებით, მინდა რომ ალბათ ესეც არის და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ბავშვი ჩართული იყოს სამზადისში, ჩართული იყოს საჩუქრების გადაცემის პროცესში, რადგანაც ეს იწყება ადრეული ასაკიდან და შეიძლება ჩვენ ვერ ვაცნობიერებ, თუმცა ეს განსაზღვრავს მის ჩამოყალიბებას, მის პიროვნულ ჩამოყალიბებას, მის მზრუნველობას, მის დამოკიდებულებას სხვა ადამიანების მიმართ და აღდგა დაგვაწყდეს, რომ ამ პერიოდში ასევე მნიშვნელოვანია გარკვეული რეჟიმის დაცვა, ემოციებისგან ბავშვის დაზოგვა, რადგანაც ეს არის პერიოდი, როდესაც არის არდადეგები, ყველა ვართ თავისუფალი, ყველა ვართ ბედნიერები, ლაღი, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ის ძირითადი საკითხები, როგორიც არის თქვათ
ბედმეტიკვებისგან ბავშვის თავდაცვა, დილის რეჟიმის დარღვევისგან, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული იმ პერიოდთან, რაც არის თქვათ არადღესასწაულის პერიოდში, ასევე ემოციებისგან, სტრესისგან, შიშისგან, ეს ყველაფრის კონტროლი და ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შევხვდეთ ბედნიერად, ჯანმრთელად და გახარებულად აი ამ 2026 წელს. დიახ, ქალბატონო გვანცა და რაც შეეხება ახალი წლის დღეებს, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილებიც ისვენებენ და ეს ის პერიოდი, მოდუნების პერიოდია, ასე ვთქვათ. და ანუ ის რომ ჩვეული რეჟიმიდან ბავშვები ამოვარდებიან, ხო არ არის გარკვეულწილად, თუნდაც დადებითი სტრესი და შემდეგ აი რას გვეტყოდით, როგორ უნდა დაუბრუნდნენ ისინი ჩვეულ რიტმს. ანუ რეკომენდაციაში ამ პერიოდში დაახლოებით თქვათ 1 საათით თუ ჩვენ საუბრობთ სხვადასხვა თქვათ მაგალითად ძილის რეჟიმზე 1 საათით გადაცდომა ან საათნახევრით გადაცდომა გარკვეული დღეები 1-2-3 დღეს დასაშვებია თუმცა უფრო ხანგრძლივ პერიოდში ეს როგორც ისიც იწვევს უკვე რეჟიმის დარღვევას ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ არ უნდა იყოს გადაჭარბება ხა არის ხოლმე პერიოდი რომ ბავშვები არ იძინებენ ძალიან გვიანობამდე და შემდგომ უკვე საკმაოდ რთულია ამის აღდგენა. რაც შეეხება როგორ უნდა დაუბრუნდეთ, როდესაც უკვე ჩვენ უახლოვდებით იმ პერიოდს, რომ იწყება სასკოლო ან საბაღო პერიოდი, ამ შემთხვევაში უკვე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თანდათანობით დაუბრუნდოთ ბავშვი რეჟიმს. ასევე ემოცია და შიში, დადებითი ემოციაც ასევე არის ძალიან კარგი, თუმცა მოგეხსენებათ არიან ბავშვები, რომელსაც ფსიქიკა არის ძალიან ლაბილური და შეიძლება ჭარბმა ემოციამ მაგალითად როგორც არის ეს ხმაური, სხვადასხვა ხმა, სხვადასხვა განათებები იმოქმედოს, თუ მშობელი ატყობს, რომ ამ მიმართულებით ბავშვი არის ძალიან გრძნობიარე, აუცილებელი არის მისი დაზოგვა, ანუ მორიდება, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს შიშის გამწვავება, თუმცა მაინც ამ პერიოდში ყველას უსურვებ, რომ მივცეთ უფრო მეტი თავისუფლება ბავშვს, მაგრამ არ იყოს ეს ძალიან გადაჭარბებული რეჟიმისგან, რომლებიც იმყოფებიან თქვათ ყოველდღიურობაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ წარმატებები, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა, ყველაფერი საუკეთესო სიყვარული, სითბო და 2026-ში გელოდებით კვლავ ჩვენ სტუდიაში. დიდი მადლობა ყველას. მადლობა. გვანცა არველაძე, ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი იყო სატელეფონო ხაზზე და მან ზუსტად იმაზე ისაუბრა, რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ პროექტს, ანუ კლინიკა მზიური მედის და რადიოიმედის გადაცემა ჯანმრთელი დილა. ჩვენ ვაწვდით სანდო პასუხისმგებლიან ინფორმაციას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მშობლებისთვის, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ მათ კითხვაზე, რაც შეეხება შვილების ჯანმრთელობას პასუხი გავცეთ, ასე ვმუშაობთ უკვე წლების განმავლობაში და რაც შეეხება ამ საახალწლო დღეებს და დასვენებას, ქალბატონმა გვანცამ აღნიშნა, რა თქმა უნდა, ბავშვებს უნდა მივცეთ თავისუფლება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჭარბი ემოცია შეიძლება იყოს ძალიან დაუშვათ სტრესის გამომწვევი ბავშვებში, რა თქმა უნდა, ისინი უნდა დავზოგოთ და უნდა ვაკონტროლოთ ეს თავისუფლებაც, ანუ ზომიერება ყოველთვის ყველგან ყველაფერში. და ამასობაში ჩვენ შემოგვიერთდა თემურ მიქელაძე, პედიატრი, პროფესორი. ბატონო თემურ, მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მოგესალმებით, დიდი მადლობა, თქვენს გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს და რა ვიცი, ყველაფერი ლამაზი მოეტანოთ დამდეგ 2026 წელს თქვენთვის, თქვენი მსმენელისთვის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა განვლილი წლისათვის და ესეთი სწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის, სწორი სამედიცინო რჩევებისთვის, რაც თქვენმა გუნდმა, იგივე ჩვენმა გუნდმა გავაკეთეთ, იმიტომ რომ არსებობს სწორი ინფორმაციების დეფიციტი, რამაც არის უამრავი სხვადასხვა ინფორმაციის შესახებ, ზოგ შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია, ამაზე აწყებული პანიკა და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად მოსახლეობას მოუწოდოთ სიმშვიდისკენ, დავაწყნაროთ და შესაბამისად, ესეთი შემდეგი წელი ყოფილიყოს მათთვის სულიერი სიმშვიდის
ჯანმრთელობის, ბედნიერების და წარმატების მომტანი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ თემურ და პირადად თქვენს გვინდა რადიო იმედის სახელით მინდა გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე თქვენს აღნიშნეთ ამაზე ესაუბრეთ, წლებია ვახორციელებთ ერთობლივ პროექტს, რადიო იმედის კლინიკა მზიური იმედის ერთობლივ პროექტს ჯანმრთელი დილა და როგორც თქვენ ასევე აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მთავარია ჩვენ მართებულ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენ მსმენელს და მაყურებელს. ბატონ თემურ და რაც შეეხება ამ პერიოდს მაინც ყველაზე მეტი მომართვიანობა რა მიმართულებით არის და რა რჩევებს მისცემთ მშობლებს ბუნებრივია ხა ვირუსები მუსირებს არის ძალიან ბევრი ძრო ინფორმაციაც და რა არის ის მთავარი რომელიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ კი ბატონო, კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ეხლა ცირკულირებს პრაქტიკულად ყველა პრაქტიკულად რესპირაციული ვირუსული ინფექციის ყველა გამომწვევი, მათ შორის ძირითადი და ყველას ჭარბობს, რა თქმა უნდა, გრიპი, ცირკულირებს როგორც H3N2, ისე H1N1 შტამი და ერთ-ერთი შემთხვევები არის B-გრიპის. ნაქვე მინდა აღვნიშნო, რომ გრიპს სხვა ვირუსული ინფექციებისგან განსხვავებით უფრო მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს, მწვავე მიმდინარეობაში იგულისხმება ცხელება ცხელება ჩვენ არ უნდა განვიღო მაღალი ცხელება, ეფექტიური ტემპერატურა და ცხელება ეს როგორც მოგხსენება თუ დაავადების გამომწვევი მიზეზი არის ცნობილი, ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია რესპირაციული პათოგენის მოსაცილებლად და ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ ცხელებას თუ ბავშვი იტანს ტემპერატურას 39-39-მდე 39-მდე სიცხის დამწვევის საშუალებებით არ უნდა გამოვიყენოს და ამ ცხელების გამო იქნება ხოლმე პანიკა, როგორც წესი არის ანამნეზში რაღაც გარკვეული რისკის მქონე ბავშვები, რომელსაც შეიძლება ფებრილურ გულყრა დაემართოს, მაგრამ აქ ჩვენ რაღაც პრევენციულ ღონისძიებებს ვიღებთ. მთავარი პრევენციული ღონისძიება უნდა მიიღოს მშობელმა, ეს არის სითხეებით დიდი რაოდენობის დატვირთვა, სითხეებით დიდი რაოდენობის დატვირთვასთან ერთად უბრალოდ ცხელების რეგულირება, თუ არის რაიმე განსაკუთრებული რისკის ჯგუფის მქონე პაციენტები და მეორე სიმპტომი, რომელიც გრიპს ახასიათებს, მეორე მესამე დღიდან ეს არის ხველა, რამე თუ როგორც მოგხსენებათ, ხველის მიზეზი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ჩამოფრთხნილი ეპითელიუმი, ჩამოფრთხნილი ეპითელიუმი არის წარმოიქმნება ნახველი და ხველაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის დამცველობითი რეაქცია ორგანიზმისა, რომელიც მიზანია სწორედ ეს პათოლოგიური სეკრეტის, ლორწოს და ნახველის მოცილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ჩვენ ხველასაც არ უნდა ვებრძოლოთ, ხო არ უნდა გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული ხველის დამთხოვნების საშუალებები, პირიქით ზოგ შემთხვევაში შეიძლება გავაძლიეროთ, თუ არის რაღაც ვიზინგით მიმდინარე ხველა, რაღაც სპეციფიური მკურნალობა გამოვიყენოთ და მთავარია უნდა დავამშვიდოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ გრიპი ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება, იყო 100 წლის წინათ, უბრალოდ ეხლა არის დიფერენცირება და არ ჭირდება ბევრი რაღაც კვლევების ჩატარება, რამე თუ ჩვენ ისედაც ვიცით ექიმებმა რა ტიპი ცირკულირებს, ხო? კიდევ მეორე უფრო მეტი არის H3N2 დაახლოებით 60-70% შემთხვევაში, შემდეგ მოდის H1N1 და შემდეგ რამოდენიმე პროცენტი B-გრიპისა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანი მის დიფერენცირება კი არ უნდა იყოს და ეხლა არის ხო როდესაც ტერმინსაც კი ახსენებენ, ხო, ღორის გრიპი, ჰონკონგის გრიპი და ასე შემდეგ. ეს არ არის აუცილებელი, რომ არცად არ კეთდება. არც ქვეყანაში ეს არის A ტიპი, არის B ტიპი და მისი დიფერენცირება არ არის მოსახლეობისთვის აუცილებელი, რომ იცოდნენ რა ტიპის გრიპია. ორივე მიმდინარეობს ერთნაირი სიმძიმით, თუ დაახლოებით 1-2% შემთხვევაში ახასიათებს თავის გართულებები და სწორედ ეს 1-2% პაციენტებისა საჭიროებენ დროულ მკურნალობას რეფერალს კლინიკაში, ან ზოგ შემთხვევაში მუდმივ ამბულატორიულ მეთვალყურეობას. კიდევ ერთხელ მეორე ჯანმრთელ ბავშვებთან, როგორც წესი, ის მიდის ჩვეულებრივი როგორც ვირუსული ინფექცია განსხვავებით უფრო მძიმე მიმდინარეობით, უბრალოდ რისკის ჯგუფის მქონე პაციენტებთან, ქრონიკულ პაციენტებთან ჩვენ მანამდე ვაკეთებთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და ვიცავთ მათ მოსახლეობას ამ ჯგუფის პაციენტებს სწორედ გართულებისაგან და ჩვენი მთავარი მიზანი და თქვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს მართებული ინფორმაციის მოწოდება მოსახლეობისთვის, ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი პანიკას არ აყოლას, რამე თუ როგორც მოგხსენებათ პანიკა, ეს არის ზედმეტ ადამიანის ორგანიზმის გადაძაბვა, გადატვირთვა, იმუნობიოლოგიური აქტივობის დაქვეითება და აქედან გამომდინარე სხვადასხვა დაავადებების გართულება. ამიტომ გრიპი ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება მეთვალყურეობა ჭირდება როგორც მშობლის, პასუხისმგებლობა ერთნაირად უნდა გაინაცვლოს ექიმაც და მშობელმაც. როგორც წესი ჩვენ ვერ ვარჩევთ გრიპს, ცხელება გრძელდება 5, 7
ალღობრივი მიმდინარეობა ახასიათებს ეიცამიანოდ, შეიძლება 4-5 დღე იყოს ცხელება, 2 დღე ჩავარდნა, მე ისევ ტემპერატურა, აი აქ არის საუბარი იმაზე, რომ არ მოხდეს გართულება და უშუალოდ პრემონით, არ მოხდეს გართულება ყურის ანთებით და სხვა ბაქტერიული ინფექციის თანხმოედრა არ მოხდეს, ამას ჭირდება უკვე ანტიბიოტიკოთერაპია. სხვა შემთხვევაში მიმდინარეობს გრიპს გააჩნია თავის მწვავე მიმდინარეობა, საშუალო სიმძიმის და მსუბუქი. ჯამთელ ბავშვებთან, როგორც წესი, უფრო მიმდინარეობს მსუბუქად და საშუალო სიმძიმით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ თემურ, გილოცავთ დამდეგს, მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ, წარმატებებს გისურვებთ და 2026-ში გელოდებით კვლავ რადიო იმედი სტუდიაში. მადლობა. მადლობა. თემურ მიქელაძე, პედიატრი პროფესორი იყო სატელეფონო ხაზზე. ეს იყო გადაცემა ჯამთელი დილა და გეტყვით რომ ამ წლის ბოლო გადაცემა ყველას ჯამთელობას გისურვებთ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ბავშვებს. ჯამთელი დილა 2026 წელს კვლავ დაბრუნდება ჩვენ საეთერო სივრცეში. დროებით დაგტოვებთ, მე აქ ვარ დღის ბოლომდე, ასე რომ კვლავ და კვლავ გილოცავთ.